მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მადლობა თქვენ ყველას იმისთვის, რომ ხართ ჩემთან, მადლობა თვითოულ თქვენგანს, კომენტარებისთვის, უკავშირისთვის. მე კვლავ გთხოვთ იაქტიუროთ და გამოვხატოთ თქვენი ემოციები, მაინტერესებს ძალიან, რამდენად რეზონირდება ესა თუ ის გაშლა თქვენთვის და რამდენად საჭიროა ეს გაშლები თქვენთვის ახლა. დღეს მე მინდა გავაკეთო გაშლა, რა სურდა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენგან. ან რა სურს? ნახოთ, რა სურდა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენგან. როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერი შემდგარი ქალბატონები მიყურებთ და თქვენი ენერგია მასში აღფრთოვანებას იწვევდა და თქვენი ის ძლიერი ენერგეტიკა მისთვის იყო როგორც საწვავი, რომ თუნდაც წარმატებას მიეღწია ამ თუ იმ საქმეში. სურდა ეს თქვენი ენერგია მუდმივად მას, რადგან მას აძლევდა ძალიან დიდ პოტენციალს, თუმცა ეს ადამიანი თვითონ იკეტებოდა და დიდად არ გამოხატავდა იგივეს, რასაც თქვენ მისდამი. ფიქრობ, რომ აქ უმეტესწილად თქვენ მუშაობდით აი ამ ურთიერთობაზე, რომ წინ წასულიყო ყველაფერი და მას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოსწონდა ის, რომ თქვენ იყავით აქტიური, მოსწონდა ის, რომ თქვენ მუდმივად მუშაობდით აი ამ ურთიერთობაზე, აქტიურობდით, მუდმივად დებდით რესურსს, მაგრამ რასაც ვერ ვიტყვით მასზე, ის გამოირჩეოდა სიძუნწით. ეს შეიძლება სიძუნწე იყოს ემოციური, თუნდაც სიძუნწე იყოს მატერიალური. აქ ხედავ, რომ მას ძალიან მოსწონდა თქვენი გახსნილობა მის მიმართ ენერგეტიკულად თუ მატერიალურად. რა სურდა მას თქვენგან? სურდა მას თქვენგან ემოციები, რა თქმა უნდა, სურდა მას სწორედაც შეიძლება ზოგერთი თქვენგანი ანებივრებდით მას საჩუქრებით, ძალიან მოსწონდა, რომ რეალიზებული ქალი იყო მის გვერდით და ეს ქალი იყო ძალიან რესურსული, ძალიან მიზანდასახული და წარმატებულიც შეიძლება თავის საქმეში. და ბოლო დროს შეიძლება უკვე არ მოეწონა ის, რომ თქვენ რაღაცეები შეცვალეთ მის მიმართ და ის ყველაფერი, რასაც გაიღებდით ბოლო პერიოდში, მას მოაკელით. რა არის? რის შეცვლა არ მოეწონა? თქვენ მგონია, რომ დაიღალეთ აი ამ ყველაფრით, იმით, რომ აი ამ ურთიერთობაში წამყვანი ძალა თქვენ იყავით და ეს უკვე შეიძლება თქვენთვისაც უკვე ძალიან მძიმე ტვირთად იქცა ბოლო დროს და აქედან გამომდინარე შეიძლება მას უკვე ეს აღარ აკმაყოფილებდა. რა სურდა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენგან? მას სურდა მუდმივად მიჯაჭვული ყოფილიყავით მასზე, მუდმივად
გეფიქრათ მასზე, დამოკიდებული ყოფილიყავით მასზე და მიუხედავად იმის, რომ თვითონ ნაკლებად აქტიურობდა აი ამ ურთიერთობაში და ყველაფერს ძირითადად თქვენ ბერავდით აი აქ სულს, მას სურდა, როგორც თვითონ იყო და ისე ყოფილიყო, არ გამოვრიცხავა მამაკაც, ყავდეს ოჯახი, აქ მიყურებთ ძალიან ბევრი და საჯარო გაშლაში შეუძლებელია ყველას მოგერგოთ, მაგრამ უმეტესწილად შეიძლება ამ მამაკაცს ჰქონდა ოჯახი და აქ ვუყურებდეთ სამკუთხედს და ეს მამაკაცი ცდილობდა, მიუხედავად იმის, რომ თვითონ არ აქტიურობდა აი ამ ურთიერთობაში, მაინც ცდილობდა, რომ გავლენა მოეხდინა თქვენზე და მისი სიტყვა გადამწყვეტი ყოფილიყო ყოველთვის და გეღიარებინათ ეს მამაკაცი, მის სიტყვას ჰქონოდა ძალა და ერთგვარად მასზე ყოფილიყავით ემოციურად დამოკიდებული. მე მგონია, რომ ეს არის ურთიერთობა, იყო ურთიერთობა, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში არ იყო გამართლებული, აქედან გამომდინარე მგონია, რომ სამკუთხედს უყურებთ და მესამე პირი იყავით, ან თვითონ იყო მესამე პირი აი ამ ურთიერთობაში და მგონია, რომ ეს იყო დაფარული ურთიერთობა. გავაგრძელოთ, რა სურდა მამაკაცს თქვენგან? ნუ კი მგონია, რომ ვერ შეთანხმდით თქვენ, მგონია, რომ აქ საკმაოდ გამოთქვით ერთმანეთის მიმართ, ძალიან მძაფრად პრეტენზიები, აქ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და ერთ-ერთი თქვენგანი წავიდა ურთიერთობიდან, იმიტომ რომ აქ იყო ემოციების ნაკლებობა უკვე და შეუთანხმებლობა ვეღარ შეთანხმდით და საკმაოდ ატკინეთ მგონია ერთმანეთს გული და ეს უფრო გავს სიტყვიერ დაპირისპირებას. მოდი ვნახოთ, მომავალ 2 თვეში რა შეიძლება თქვენს ურთიერთობაში? რა შეიძლება თქვენს ურთიერთობაში? იქნება, ორივეს გექნებათ ალბათ საკმაოდ მძიმე პერიოდი, იმიტომ რომ განიცდით, ღელავთ და შეიძლება თავსაც იდანაშაულებთ, რომ რაღაც სპონტანურად მიიღეთ გადაწყვეტილება და ოფიქრებლად, რამაც გაადგინათ გული, ზოგიერთ შემთხვევაში აქ შეიძლება ღალატის თემაც ყოფილიყო, ძალიან დიდი სევდა და დეპრესია ჩანს, არც ის ადამიანია კარგად მინდა გითხრათ და აქ მომავალ 2 თვეში პროგრესს ნამდვილად ვერ ვხედავ. რა იქნება მომავალ 2 თვეში? ერთ-ერთი თქვენგანი ნამდვილად წავიდა აი ამ ურთიერთობიდან, ახალი გზის საძებნელად, მომავლის იმედით, რომ აი ამ დანაკლის გაუძლებთ და შეივსებთ და რაღაც იქნება ისეთი, რაც სამომავლოდ აი ამ ჭრილობებს მოგიშუშებთ და აქ მე ნამდვილად მომავალ 2 თვეში ვერ ვხედავ პროგრესს, სწორედ აი ამ ურთიერთობაში აქ ვხედავ, რომ ყველა რესურსი ამოგეწურად და დასასრულია აი ამ 2 თვეში და თქვენ მოგიწევთ გაიაროთ ძალიან დიდი რეაბილიტაცია. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ, სადაც ვერ იღებთ იმას, რასაც გასცემთ
ურთიერთობაში, თუნდაც ემოცია, თუნდაც მატერიალური, ის ურთიერთობა განწირულია და მე გილოცავთ ძალიან ძლიერი ქალბატონები ხართ, რადგან ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება გაქვთ აქ მიღებული, ხართ უკვე იმ ეტაპზე, როდესაც აანალიზებთ, რომ თქვენ დასაკარგი რესურსი ნამდვილად არ გაქვთ. ეს გახლავთ ჩვენი გაშლა, მე დაგელოდებით კვლავ კომენტარებში და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, პირად გაშლაზე კი შეგიძლიათ პირადში მომწეროთ დროებით.